თვითმმართველობის არჩევნები 2025 საქართველოს მოსახლეობას 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოების შემადგენლობას დააკომპლექტებს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დრო საღამოს 8 საათამდე ექნებათ. უკვე მეორედ არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელია 3061 საარჩევნო უბანზე. 777 უბანზე კი კენჭისყრა ძველი წესით ტარდება. შესაბამისი ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია ყველა უბანი. არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. რაც შეეხება შიდა და ქართლის რეგიონს, აქ მოქალაქეები საკუთარ არჩევანს უკვე აფიქსირებენ. თქმა უნდა, ჩემი არჩევანი გავაკეთე, აქვს ჩემი მიზნები და მე უწოდებ ხალხს სრული აზროვნებისთვის და საღიაზროვნებისთვის. პირველი არა ვარ, მაგრამ მგონი მაინც ათეულში ვარ. კი, ყოველთვის მოვდივარ, ვაფიქსირებ ჩემს ნებას, ვირჩევ ჩვენი შვილების მომავლისათვის სიკეთესა და სიხარულს. ჩემი მოლოდინები არის ძალიან კარგი, მომავლის იმედითა ვართ, რო არ ვიყოთ, არ შეიძლება. და იმიტომ მოვედი, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მომეხადა აუცილებლად და ვინც ფიქრობს, რომ არ მოვიდეს ან ეზარება, ყველანი მობძანდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ადგილობრივ დონეზე აი რაღაცების მოწესრიგების და სიმშვიდისა და ხა ჩვენ ისეთი ზონა ვართ, რომ მოგეხსენება ძალიან სახიფათო და თვითონ ნაბიჯი აჭერ უნდა გავზომოთ და ისე უნდა გადავდგათ. აი მაგის იმედი მაქვს და ეგ მინდა მე. მეტი არაფერი. სიმშვიდე, წინსვლა, განვითარება და რა ვიცი, აი მომავლის იმედი, მეტი მე არაფერი არ მინდა. და ახალგაზრდებზე ფიქრი კიდე.